საღამშვიდობისაო. 6:09-ია. მხოლოდ ერთი წერტილი გამჩა. ძალიან ცუდი ვენები მაქვს, როცა ანალიზს ვეკეთებ, ზუსტად ვიცი ხოლმე, რომ აი ასე მილურჯდება ხოლმე, ანუ ეს არ არის ეკთნის ბრალი. ხო და ერთი ეკთანი შევარჩია, რომელიც ასე თუ ისე კარგად შედის, ხოლმე იშვიათად მიფუჭებს. ხო და რამდენი ხოდაო. ბევრი. თავკონტროლი გამოწევდა და კაცო. დავისხეთ ახლა ყავა და ჩავუჯდეთ კომენტარებს. რაც ესოდენ მეც მიყვარს თქვენთან ასე კომუნიკაცია. სუნი აქ იდეალური. გემოზე რა გითხრათ, გაციებული ვარ, კარგად და გვარიანად ცუდად ვარ. ვავად. ავადა. რომელიღაც არა. არაფერი არ მექნია დღეს და დავიღალე გარე საქმეებით. ვიტან გარეთ წამწავს. დავაგროვებ ხოლმე და ერთ დღეს გამოყოფ ხოლმე საწაწალსა კიდე 7 საათზე შეხვედრაზე ვდავიყო. მასტრებ. ყველას ვიზა უმაშა. დავასხეთ უყურებული წყალი. და გავაჩეროთ 2 წუთი. გადავჭდეთ. ჩვენს კუთხეში რამდენი ხანი არ მშვიდობთ. ეგ ჭურჭელით მაქვს სავსე. ნუ სავსე არ არის, მაგრამ არც უკლია. იგე? როგორ უნდა დამალვა და დაფარვების სარცხი გამოვცვალე. დავეთხლიშოთ, ოღონდ მეცადეთ უნდა დაგწიოთ, გავთანაბრდეთ და ისე ვილაპარაკოთ. მზად ვარ. ეს უნდა იდგეს და ისხავს და დადგავსე, რომ თუ იფიქრებთ, აი ესეთი ხრაშუნები აყრია თავზე. ინგა ჩხაიძე გვიწერს საყვარელი დორაო, რასაც წავიკითხავ, გოგოება არ მიწყინოთ, მხოლოდ დავაგულებ ხოლმე იმისთვის, რომ მერე მოსაძებნი არ გამიხდეს. მივაგე. აი ირინა გვიწერს დორაო გვეყვარხა, რომ მეც მეყვარხა, რა თქმა უნდა. გიგანი მითხრა რაც ქვია და დამავიწყდა. ნუ ცხვიშთიც ვერ შევიყო დებმა ბავშვებმა ვიციან ეს დამავიწყდა და დამავიწყდა. ხომ მომწერა. თავსაფრით მართლა რომ შნაიდერს გავხარ დორა როგორ გიხდება კარგით ხალხურა სიძახით. ნონა თოდაძე გვიწერს როგორ გიხდება თავსაბურავი დორაო, მანანა ძალიან მიყვარს უკარგესი გოგოა, მეც ძალიან მიყვარს გეთანხმები. ზელმაკო გვიწერს გისმე და კიდევ გაოცებული ვრჩები შენი შეგნებით, შენგან ბევრ ამის ისწავლის ადამიანი, იმიტომ გაქებ ხოლმე დორაო. ეს დავწერ შენც და ნინის ცა და დედამიწასავით განსხვავებით ერთმანეთისგან. მე დარწმუნებული ვარ, ყავს გარშემო ადამიანები, ვინც გვერდში დაგიდგება. ყოველთვის იმიტომ, რომ შენ იგეთი ხარ, ბედნიერი დღეები ჩემო ლამაზო დორაო. ხალხო, შედარებას ნუ აკეთებთ ჩემსა და ვიღაცა შორის, თუნდაც ჩემსა და მანანას შორის, კონკრეტულად მომყვა ხელში. ანუ ინდივიდები ვართ, ვერ შევდარდებით. მე არ მაქვს არავის საწინააღმდეგო არაფერი, უბრალოდ არ უნდა მაწყენინოს ადამიანმა. ანუ მე გამოვხატე ის კომენტარის ავტორმა ბოდიში დამიწერა და ბოდიში არა პირიქით მადლობა რომ მომეცა საშუალება, იმიტომ რომ დიდი ხანი ვფიქრობდი. მიმეწერა თუ არა ეგ რაც თქვი და თუ ადამიანი შენთვის ღირებულია, ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცე. რა ვიცი, მე ესე მგონია და შედარებებს არ ვიყოთ რა, ანუ რა ვიცი მე. ის ძალიან პატარაა ჩემთან შედარებით. სხვა ცხოვრების გზა აქვს, ანუ სხვანაირია, აბსოლუტურად სხვანაირია ჩემთან შედარებით და ანუ ნუ მადარებთ. თავისთავად იმასაც არ მოსწონს ალბათ ვინმემ, რომ მე შემადაროს, არ ეს სიამოვნება.
ჩემი გაჩენილი 2 შვილიდან მსგავსება არის 0. ოლიკო გვიწერს საღამო მშვიდობის დორა გადამრევ შენ რა ლამაზი ხარ გოგო გავიფიქრე და რას გავარო ამ დროს მართლა გიხდება საოცრად თავზე და ანათებ ჩემ ზოგოგო ორნაბიჯის ნიკოზი მეც ბოლოს მად ვიყიდე პატარა მატულკები ცხოვრობდნენო რა სიძახი უკან ვერ ჩავიტანე რა მიყვარს იქ მომუშავე ადამიანები და გადავყარე ხა ასე წონს ყიდულობ იმდენს რამდენი წინწოდას ვჭერდება მოკლედ იმ ფასში რომ გამომივა შემოგევლეთ ორაზროვნებაში ადამიანებაში ქალობაში და ყველაფერში გისმენ და მივხვდი რომ ვიღიმი ჩემი გულის მალამოხარ გეხუტები გულში მრავალ გიორგობას დაესწარი დორა შენს ადამიანებთან ერთად მეც ვიღიმი ხოლმე შენს ესეთ კომენტარებზე ოლიკუნა მიყვარხარ ფიქრია ტაბლიაშვილი დორა საყვარელი გოგო ხარო მადლობა ჯუნა გვიწერს ყველაფერი მშვიდობაში მზით გაწვეთოვანო აქ ქრონოლოგიურად არეულია ინგა ჩხაიძეს ხო წავიკითხეთ მარინა ძიგაინა აი ნახეთ როგორ ტელეფონი მაქვს ხალხო არ ფიქრობთ რომ კითხვა არ ვიცი ეხა გვინდა ეს ქალი რა ერქვა დალი ლაპარაკი არის პაუზები პაუზ კითხვაც არ ცოდნიო მარინა ძიგინაძე კვირიკე სახსენებელია დორასთან აი არ ვიცი ქალბატონო მარინა რატო არ უნდა ახსენო ადამიანთან რა ვიცი ღმერთმა კარგად ამყოფოს და არაფერი არ მაქვს გარდა იმის რომ ნამდვილად მეწყინა იმიტომ რომ მეწყინა ვერ დავაგულებ თორე უკვე ატყდა ამბავი მიუტანე სენა ჩაგისვათ კომენტარს ხო ნახეთ ხო და რა გავაკეთო ეხლა მითხარით აი იყოს გული მაიც ბედნიერი დღე ჩემო საყვარელო სიხარულში მოიხმარეო ნინო კალაძე გვიწერს დინიკო მადლობა ჭაბუკიანი გვიწერს როგორ ხარო კარგად თათა მეტონიძე გვიწერს დუმილიც პასუხია თან ძლიერიცო მე ზოგჯერ ამას მივმართავო არ ვიცი რას გულისხმობ რაზე მიწერ მაგას ვერ ხვდები ანუ ის რო დუმს და პასუხია დია ვიცი რა გითხრა ხათუნა კენჭაძე გულებს გვიგზავნის ბელა კახელაძე დორაო ყვავილებს გვიგზავნის თინიკო ფიცხელაური ვაიმე როგორ წამოვიდა თვალებში რომ შნაიდერი რომ როგორც დაგინახე როგორ გავხარო იმიტომ დავიწყე თავსაბურავით სიარული გვანცა მამულაშვილი გვიწერს სალამი დორაო მოგესალმები გვანცა არ ვიცი ასკეზა ისე ახსენე თუ არა მაგრამ ძალიან ერიტი ასკეზას არ არის სახუმარო თემა და მით უმეტეს ჩვენს რელიგიასთან საკმაოდ წინააღმდეგობაში მოდის მოდი განვიხილოთ Google-ს ვკითხოთ თუ გინდათ AI-ს ვკითხოთ ნებისმიერს ვკითხოთ რა არის ასკეზა მე არ ვიცი სხვები როგორ თარგმნიან ამას მაგრამ ჩემი საიმედო წყარო არის Google და ChatGPT AI იგივე თავდაპირველად სიტყვა აღნიშნავდა ნებისმიერ ვარჯიშს ფიზიკურს ინტელექტუალურს თუ ზნეობრივს შესრულებულს გარკვეული მეთოდით წინსვლის მისაღწევად. ქრისტიანობაში შეიძინა თითქმის ტექნიკური მნიშვნელობა და აღნიშნავს ძალისხმევა ურთიერთობას, რომელთა მეშვეობითაც ადამიანს სურს წინსვლა. ზნეობრივსა და რელიგიურ ცხოვრებაში, რათა მიაღწიოს მთის ქადაგებაში მითითებული არის რაღაც ადგილი ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ სრულყოფილების იდეალს. ქრისტიანული ასკეტიზმი, რომელიც განდგომასა და საკუთარი თავის უარყოფას გულისხმობს სულიერ ცხოვრებაში, ღმერთის ქმედების უზენაესობას ექვემდებარება. რას ნიშნავს ასკეზა? დათმენა, რაღაცის
ზე უარის თქმა და რაღაცისადმი სხვანაირი დამოკიდებულება. ანუ მე გარიგებაში არ შევსვლა, მე როგორც თარგმნიან ხოლმე ახლა რომ მე 21 დღე არ შევჭამ და შენ ღმერთო სამყარო ეს მომეცი არა. ანუ მე ვიცი მე რა ვთქვი და მე ვიცი მე რას ვაკეთებ. ამიტომ ქრისტიანობაში აბსოლუტურად თანხმდრაშია. კიდევ გაგიმზადე ერთი სკრინი. უკვე მოგახსენეთ, რომ ასკეზა ქრისტიანობის დედა არსია. ჩვენს რაობის შეცნობისა და მიზნის განხორციელებაში გამჯდა ენერგიული მოღვაწეობის შემთხვევაში ღმერთისა და ადამიანის სიცოცხლისა და ნებელობის შეჯერება ხდება. დაადგერით თქვენ ჩემთანა, მე თქვენთანა. ამგვარია სრულყოფილი შესაბამისობა და თანაწყობა, რომელიც ერთ-ერთი პირობაც ლოცვა. თავის მხრივ ეს უკანასკნელიც არის ყოველგვარი. მოკლედ. რატომ წარმოგიდგენიათ, რომ ანუ კიდე კარგად გეტყვით მე სრულ თარგმანს განმარტებას მოვწოდნი. და ძალიან ბევრი მამაები ლაპარაკობენ, ანუ აქ ვხედავ. ასკეტიზმის ყოფილა ესეთი მიმდევრობა. ვიკიპედიაში შევიდეთ. ასკეტიზმი ვარჯიში წვრთნა ადამიანთა რელიგიური ცხოვრება, ცხოვრების წესი, რომელიც რეობრივი სრულყოფის მისაღწევად ამ ქვეყნისას განდგომას, მიწერ სურვილისამე უკიდურეს თავშეკავებას, სხეულის დათრკუნვას გულისხმობს. თითქმის ყველა რელიგია ასკეტიზმს ადამიანის ზნეობრივ იდეალად აცხადებს. ეკლესია აკანონებს ასკეტიზმს. ანუ იგივე მარხვაც ასკეტიზმია, იგივე ლოცვაც ასკეზა, როგორც მე ვკითხულობ, ჩემ ესე წარმომიდგენია. დათმენა, შეგუება რაღაცა და რაღაცაზე უარის თქმა. ანუ მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ ვარ შორს, თუმცა დავეკითხები მამაოს და ჩემს გადაწყვეტილებას მე მოგახსენებთ. და AI-ს რო ვკითხე, გეტყვით ახლა როცა ადამიანი დროებით ან მუდმივად თმობს რაღაც სიამოვნებას, კომფორტს ან ჩვევას, რომ უფრო მეტად განვითარდეს და იმშვიდოს გონება ან რაღაც მიზანს მიაღწიოს. მარტივად. ასკეზა ტოლია დისციპლინა პლუს თავის კონტროლით ვით განვითარება. ხდება სხვადასხვა ფორმებით. არ მინდა განმარტება მართლმადიდებლურ რელიგიასთან მართლმადიდებლურ რელიგიაში არის ასკეზა, სულიერი ზრდის გზა, როცა ადამიანი შეგნებულად ზღუდავს საკუთარ სურვილებსა და ვნებებს, რათა ღმერთთან უფრო ახლოს იყოს და შინაგან სიმშვიდეს მიაღწიოს. მართლმადიდებლური ასკეზა მოიცავს მარხვას, სხეულის დამორჩილებას და გულის გაწმენდას, ლოცვას, გონების დამშვიდობა და ღმერთთან ურთიერთობას, დაბლობასა და სიმშვიდეს, ვნებების მოთოკვას, თავშეკავებას, ცუდი ფიქრებისა და საქციელისგან, სიკეთისა და მოწყალებას, სხვებს და ზრუნვას. რამოდენიმე ჩავუშვი მე ჩემ თავში და ძალიან კმაყოფილი ვარ და ხო ასეა ის ამბავი გოგოებო, არ ფიქრობთ რომ რაიმე ცუდს ვაკეთებ და რამესთან ფრთხილად უნდა ვიყო პირიქით. გააზრებული მაქვს, ვიცი რას ვაკეთებ, ბევრს ვკითხულობ ძალიან და გვანცუკა. არ არის ის ჯუჯი. საერთოდ არ მოდის წინააღმდეგობაში. დორიკო საყვარელო, ტკბილო, მიყვარს ძალიან თავსაბურავი, ბარაკა ქონდეს ჩემო გოგო, ლეილა გვიწერს.
წარმატებებიო ლელას ქიჩენი გვიწერს. თეა გუჩუა გვიწერს, შენ ყველაფერი გიხდება. ჩემნაირო, ყველაზე მეტად პათხალი მობას ვერ ვიტანო, ვერც მე. მე ჩემნია სიმართლე ვთქვა, ვიდრე ვინმეს ვერ პათხალი მო. ყველაფერი სიხარულში მოგეხმაროს უფალმაო ნონა გვიწერს თოდაძემ. მანან თოდაძე მახსენდება ნონა შენ სახელსა და გვარს რო კითხულობ და ის სიმღერა იცით რომელი გემზე რო იმღეროდა იძირება გემი მაგრამ ყველაფერი გზეო გახსოვთ თორე ჩემოტკობ თბილა გოგო გვიწერს ირინამ გუდური მაია გვიწერს ხოლო სამი ზოთო ნიკები ძალიან სასაცილოა ძლივს ვკითხულობ ხოლმე ძლივს გამოვაგები ხოლმე აი ეგ ლიაგუშკა ბაყიყი არის საუკეთესო გასაწმენდი რაკოვინისთვის ანუ ნიჟარისთვის უნიტაზისთვის და მთავარი ედორიკო აი უკანოებს ვიცი მაიკუნა ვიცი ხმარობ მეც მასე ხმარობ და სულ ხმარობ და მართლა ძალიან კარგია და 2.99 ღირდო როგორ არ წავმაყოლი წელი მარი შუბითიძე ძალიან დაღლილი მეჩვენები კონკია გოგოვო არ გიჩვენები ახლა აქ რესურსი ხო აქ ადამიანს ხო რაღაცის კეთების მე რესურსი იქით ვარ არ წუწუნა ბაღონთ მე არ გიყვებით როგორ ვეხდი ნიკას ფეხს და ეს არის ვიცი რა შევადარო თავს რო გადადებ რა ოღონდ ძალიან ცუდად იქცევა თან და დღეს ვუთხარი რომ აღარ მოგცემ მერგი შვიდობაშიო გვიწერს კაქტუს 88-40 გიგანი S7 S დორამ შვიდობაში ყველაფერიო ჩემი ლეილა დეიდა მიწერს დორამ შვენიერო გიხდება თავსაბურავიო ხათუნა ფერაძე როგორი ამბებ გადაგხდომია თავს ველოდები მარინას ლამაზობებს და ხათუნა ჩემი ბავშვობის მეგობარია ფიქრია ტაბლიაშვილი ძალიან სამართლიანი ხარ დორო ვცდილობ არ ვიცი ძალიან დიდი სხვაობაა შენ და კვირიკეს შორის ჯუნა შედარებებს არ ვართ ან ნუმადარებთ ხალხო ნუმადარებთ ვიღაცაებს ნებისმიერ ვინას აი მე მაგალითად მარის ვლოგთან ურთიერთობაში ვარ ანუ ნაცნობურში ნუ შემადარებთ მარის ძალიან გთხოვთ მიუხედავად იმის რომ ჩემი საოცარი გოგოა და ჩემი დამოკიდებულება არის ძალიან კარგი მის მიმართ ნუ შემადარებთ მანანაზე გიждები ანუ სამი შვილი ამ ხელასახლი სამსახური ამდენ შრომობს ამდენ დარბის ანუ თუნდაც შრომაში ნუ შემადარებთ ანუ მე სხვა რამეს ვაკეთებ საერთოდ მანანა სხვა რამეს აკეთებს ანუ ნუ ვადარებთ ერთ ვიღაცებს ანუ აქ შედარება არ გვინდა უბრალოდ მე კიდევ ერთხელ განმეორდები რომ აღნიშნე რომ ძალიან მაწყენინა თავისი უპასუხობით მეტი არაფერი კაცო ღმერთმა გაუმარჯოს თავის სამშულთან ერთად ბედნიერად ამყოფოს თორე მე იმდენი კვირიკე მყოლია იმდენს ჩაულია და ამოულია ჩემ ცხოვრებაში ყველაზე რო ვიდარდო და ყველას რო შევედარო საწავა ჩემი ცხოვრება დავასრულოთ მაგ გოგონას თემა დორიკო როგორ გიხდება თავსაბურავიო ხო და კიდე უწერენ რომ ვიღაც ვლოგერები და ვიღაც ხალხო ანუ რა ვიცი რატო გაქვთ ეს ხელწამოსაკრავად საქმე რამე თუ მოიხვეტები რითი განსაზღვრავთ თქვენ ადამიანზე რითი ან მეტი ან ნაკლები არც ეროვნებით არც რელიგიით არც სქესით არც განათლებით მე მინახია ძალიან ღრმა სოფლიდან ალბათ 4 კლასი რო აქვს დამთავრებული და იმდენად საინტერესო მოსაუბრეები იმდენად ადეკვატური ადამიანები და იმდენად საინტერესოები რომ მიფიქრია რომ ამას უნივერსიტეტი რო დაემთავრებინა ვინ იქნებოდა თქო რა არა ფული ანუ რა ვიცი მე ასე ნუ რა ვიცი მე არ მომწონს ანუ იქაც იგივე ხდება და აქაც და თქვენ ვიდეოს გაგიმზადებთ